რამდენად უსაფრთხოა მატარებლით მგზავრობა და ვინ იცავს მოქალაქეების უსაფრთხოებას, ამის გასარკვევად მაცეს გადამღებმა ჯგუფმა მახინჯაურის რკინიგზის საადგურს მიაკითხა, როგორც გაირკვა მოქალაქეები მატარებლით მგზავრობისას თავს არც თუ ისე დაცულად გრძნობენ და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ პირად გამცილებელს ასახელებენ, რეალურად კი მატარებელში წესრიგს დაცვის თანამშრომელი იცავს. ერთ-ერთი გამცილებელი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ დაცვის წევრები მოვალეობას იარაღის გარეშე ახორციელებენ, სიტუაციის დაძაბვის შემთხვევაში კი პატრულს იძახებენ, რომელიც მათ უახლოეს გაჩერებაზე ხდება. სამართალდამცავების მოსვლამდე კი სიტუაციის დარეგულირებას თანამშრომლების საკუთარი ძალებით ცდილობენ. საქართველოს რკინიგზის სადგურის დეპარტამენტის ინფორმაციით, მათთან ამ დრომდე არც ერთი საჩივარი არ შესულა. ისინი მგზავრებს ურჩევენ საფრთხის შემთხვევაში რკინიგზის დეპარტამენტს დაუკავშირდნენ. ყოფილა შემთხვევა ისეთი, რომ თქვათ არ ყოფილა მობილიზებულები ეს გამცილებლები რა, ისეთ სიტუაცია შექმნილა მაგალითად, რომ აურიდებიათ თავს იმ კონფლიქტებზე, თქვათ რაც მგზავრებს ახასიათებს ახლა მაშინ რა მოგზაურობის დროს და რაღაცა კონფლიქტი შექმნილა და ამასთან დაკავშირებით აურიდებიათ თავი და მე ვისურვებდი, რომ ისეთი სიტუაცია ყოფილიყოს და ისეთი გამცილებლები იყვნენ, ვინც ესე თქვათ საინტერესოდ აი თვითონ მგზავრების მიმართ იქნებიან, ყურადღებით გამოირჩევიან ესე რა თქვათ და იმდენად არ არის ძალიან უსაფრთხო, რომ რამე მოხდეს მაგალითად მატარებელში კუპეში მაგალითად თვრალი ადამიანი რომ ამოვიდეს და კონფლიქტი მოგიხდეს ერთმანეთში გამცილებელს არ იმ შემთხვევაში რომ არა აქვს თქვათ რა ქვია დახმარების უნარი იმის რომ დაგეხმაროს იმ წუთას რა შეიძლება რა ქვია კონფლიქტი გადაიზარდოს უფრო გართულ ჩხუბში ყველანაირად ვცდილობთ რომ ადგილზე გადავწყვიტოთ თუ ადგილზე არ ხერხდება მაშინ საპატრულოს ვიძახებთ და პატრულს ჩავაბარებთ აბა როგორ უნდა მოვიხსნათ არის ტელეფონი არის საშუალება არის ყველანაირი. სადგურთან ელოდება თუ როგორ ხდება? ძირითადად ხო პატრული მოდის სადგურში შემდეგ. აი სადგურამდე? სადგურამდე ხალხი ვართ და ვაჩერებთ კაცო, რა ვიცი.